86 წელი წმინდა ბერი გაბრიელის დაბადებიდან როგორი იყო ღირსი მამის სარწმუნოებრივი ცხოვრების გზა. აბიტურიენტებმა სტატუსი შეიცვალეს 28,053 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა ზესტაფონელი მაღალშედეგიანი აბიტურიენტების სპექტრის რესპონდენტები. თანადაფინანსების პრინციპით მრავალბინიანი კორპუსების გადახურვის სამუშაოები დაიწყო, რა სჭირდებათ ბინის ამხანაგობებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად. კარიერული წინსვლის სქემის ეფექტიანად დანერგვისთვის ინოვაციური პროექტები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგან. აგვისტო წმინდა გაბრიელის დაბადების დღეა. ქართველებისთვის უსაყვარლესი წმინდანი 1929 წელს თბილისში დაიბადა. ერისკაცობაში მას გოდერძი ურგებაძე ერქვა. ბავშვობიდან გამორჩეულად ცხოვრობდა. თანატოლებთან თამაშის ნაცვლად ქვებით პატარა ეკლესიებს აშენებდა. თუმცა წლების შემდეგ საკუთარ ეზოში ნამდვილი ეკლესია ააგო. იგი საბჭოთა კავშირში პირველი სასულიერო პირი იყო, რომელიც ბერად აღიკვეცა. საშინელი რეჟიმისა და მართლმადიდებლური ეკლესიების გრევის პირობებში განიცდიდა დევნას და შევიწროებას, თუმცა ქრისტეს გზიდან არასოდეს გადაუხვევია. ხანგრძლივი ტანჯვა-წამებისა და გვემის შემდეგ ღირსი მამა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე მირიან მესამის კოშკში ცხოვრობდა და სასწაულებს აღასრულებდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 1995 წლის 2 ნოემბერს სალოსი ბერი გარდაიცვალა. ანდერძისამებ დაკრძალეს ბერმონაზნული წესით, ჭილობში გახვეული მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე. მამა გაბრიელი ამბობდა, დადგება დრო, მთელი საქართველო ჩემთან მოვა. წმინდანის საფლავი 1 წლის წინ გაიხსნა. მისი ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მთელი საქართველო მიახლა. ხალხი წმინდა ბერს ქვეყნისა და ოჯახის მფარველობას ევედრებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი ნეშტი სამთავროს დედათა მონასტერში დააბრძანეს. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა. მისი ხსენების დღედ კი 2 ნოემბერი დააწესა. აბიტურიენტთა მაქსიმალურმა რაოდენობამ დღეს სტუდენტის სტატუსი მიიღო. ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო შედეგებს ისინი ცენტრის ვებგვერდზე გაეცვნენ. შედეგები გავიგე რამოდენიმე კვირის წინ და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ თითქმის ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მქონდა, განსაკუთრებით გამახარა ინგლისურის ქულა 99 და ქართულში 80 და მქონდა 78. დანარჩენ ორშიც მაღალი ქულები მქონდა, ხოლო რაც შეეხება ჩარიცხვებს, დღეს გავიგე, დღეს დაიდო ოფიციალურ ვებგვერდზე და მოხვდი იქ, რაც მქონდა, სადაც მქონდა გაკეთებული პირველი არჩევანი, ეს არის კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა და რა ვიცი, მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, სხვა უნივერსიტეტების დაფინანსებაც ჰქონდა, მაგრამ ეს დაფინანსებები ავტომატურად გავუხდა, იმიტომ რომ მიავირჩი ეს უნივერსიტეტი. აქვს 100%-იანი გრანტი, ასე ცვალებოდი. მე მოხდი 100%-იანი გრანტით თავისუფალ უნივერსიტეტში. პირველივე მეწერა მართვა და ადმინისტრირება ეს ფაკულტეტი და ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ამდენ წლიანი ნაღვაწი ჩემი და ასე რომ ვთქვათ, შრომა და ჯაფა იმისამ, რომ მე დავწაფებოდი აი დიდ ცხოვრებას, ეს ჩემი ასრულდა და მიხარია ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემ პედაგოგებს, ჩემ ბავშვების აღზრდელებს, რომლებაც ესეთი ცოდნა მაჩუქეს მე. ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, წელს გამოცდებში მონაწილე 39,000 აბიტურიენტიდან სტუდენტი 28,053 გახდა. აღნიშნული კონტინგენტიდან 6,555-მა სხვადასხვა პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. იმავე ინფორმაციით გაზრდილია იმ სტუდენტების რიცხვი, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ეგრეთ წოდებულ უფასო ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. წელს სახელმწიფო ფინანსებით 10,000-მდე აბიტურიენტი ისწავლის. რამდენმა მოიპოვა სხვადასხვა პროცენტის ოდენობის გრანტი ზესტაფონელი სტუდენტებიდან, ამ დროისთვის ეს ციფრი ჯერ კიდევ დაჯამების პროცესშია. ფარნავაზის ქუჩაზე მესამე კორპუსს სახურავი ეცვლება.
კორპუსის ამხანაგობა იმედი 2009 სახურავისთვის საჭირო მასალებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოამარაგა. დანარჩენი ხარჯის გაღებისთვის კი მობილიზაცია მოსახლეობამ გამოაცხადა. მიმართეთ გამგეობას სახურავის დაზიანების შესახებ და გამოგვიყვეს სახურავი თავის ყველაფერი მასალით თუ რამე სჭირდებოდა. ჩვენ მარტო ვაფინანსებთ ხელოსნის გადასახადს ფულს. დანარჩენი დიდი შეღავათია და ძალიან მადლობელი ვართ გამგეობიდან ვინც დაგვეხმარენ და ვისაც ეკუთვნოდა და მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის მასალები ყველაფერი მოწესრიგებულად ყველაფერი საჭირო რაც არის ყველაფერი. სახურავზე მომუშავე ხელოსნები ამბობენ, რომ იცვლება აბსოლუტურად ყველა დეტალი და გამორიცხულია რაიმე ხარვეზის დარჩენა. ორი კვირია რაც მუშაობთ ამ ობიექტზე, ხურავთ ბინას. სადღაც ერთ კვირაში დავასრულეთ, ვერ მასალას ვიღებთ, რომელიც უხარისხოა და ამონტაჟებთ ახალს. აღნიშნული პროექტი 2001 წლიდან ხორციელდება ზესტაფონში. მთავარი მოთხოვნა კორპუსში ამხანაგობის ჩამოყალიბება და მოსახლეობის აქტიურობაა. ასეთ შემთხვევაში თანადაფინანსების პრინციპით მასალებით უზრუნველყოფას ხელისუფლება ახორციელებს, სხვა საჭირო სახსრების დაფინანსებისთვის კი მოსახლეობა ზრუნავს. ამ ზაფხულს 9 ბინა დაიხურება ზესტაფონის ქალაქის ტერიტორიაზე. 3 ბინა კვალთის დასახლებაშია, დანარჩენი ქალაქს მოიცავს, ტევრიკამეჩის თავის უბანს 2 კორპუსი. თანადაფინანსების პრინციპით ხდება ეს ყველაფერი, ჩართული არიან აქტიურად მოსახლეები თვითონ. ყველაზე მეტი ღირებულების თანხები აი ფარნავაზის 3 ნომერზე იქნა გაცემული. ეს არის 20947 ლარის ღირებულების მასალა და სულ მალე ზოგიერთი დარჩენილი ბინები დაიხურება, რამდენიმე ბინა უკვე დახურულია, ასე რომ პროექტი მუშაობს წარმატებით. მიმდინარე წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 70000 ლარია გამოყოფილი. მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მისი ეფექტიანად დანერგვის მიზნით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგ-კონსულტანტები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა საჯარო სკოლის დირექტორებსა და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ. სქემის ერთ-ერთ ძირითად სიახლეს წარმოადგენს პასუხისმგებლობის დელეგირება სკოლებსა და მასწავლებელთა საქმიანობის შეფასება სკოლის შეფასების ჯგუფის მიერ. ოფიციალური ინფორმაციით სკოლებში უნდა დამკვიდრდეს ფასილიტატორის ინსტიტუტი, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება მასწავლებელთა მხარდაჭერა მათ პროფესიულ განვითარებაში. სქემის მიხედვით შეფასების ჯგუფის წევრებისა და ფასილიტატორების არჩევა უნდა განხორციელდეს სასწავლო წლის დაწყებიდან 1 თვის ვადაში. შეფასების ჯგუფის ფორმირების შემდეგ ცენტრი ჯგუფის წევრების ტრენინგების ციკლს განახორციელებს, რომლის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. ცენტრში მომზადდა სქემის გზამკვლევის პირველი წიგნი, რომელიც სასწავლო წლის დაწყებისათვის ყველა სკოლას მიეწოდება. აღნიშნული პროცესების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ კონკურსის წესით შერჩეული 45 ტრენერ-კონსულტანტი სკოლებსა და მასწავლებლებს შესაბამის კონსულტაციებს გაუწევს.